რომ ვუყურებთ რთველს, რაც ხდება კახეთში, მე მგონი ასეთი რთველი, ასეთი მშვიდობიანი რთველი, რომლის მიზანიც არის, რომ როგორც კურძის დამამზადებელი, ასევე ქარხანა ჩამბარებული ყველა კმაყოფილი იყოს და რაც თავარია შეიქმნას ქვეყნის დოვლათი, აი ესეთი რთველი მე მგონი კახეთში ჯერ არ ყოფილა და კიდევ ეს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯია. ახლა კიდე ახალი ნაბიჯები იქნება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ და ეს ნაბიჯები უკავშირდება კოოპერატივების პროგრამას. ყველამ უნდა იცოდეთ და ყველამ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოთ კოოპერატივების შექმნაში. ხელისუფლება ეხლა გეგმავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს, როდესაც ადამიანები შეიკრიბებიან, შექმნიან კოოპერატივს, აი ამ კოოპერატივზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით იქნება სერიოზული დახმარება. ეს დახმარება იქნება როგორც გრანტების სახით, ასევე ლიზინგის სახით, ასევე ბაზარზე პროდუქციის გატანაზე დახმარების სახით. და არავინ არ უნდა გამოაკლდეთ და უნდა ორგანიზებულად ჩაერთოთ ამ კოოპერატივების შექმნაში და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით.